ზოგიერი 9 საათზე. ზალუ დუმაშულთან და დიანა ჯოჯუასთან ერთად. Საომშვიდობის 1 საათში ქალაქ სპლიტის სტადიონზე საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებების შეხვედრა დაიწყება. ახალგაზრდულმა გუნდმა უკვე მოიპოვა გამარჯვება. შეხვედრა 1-0 დასრულდა საქართველოს სასარგებლოდ. ახლა ჯერი ძირითად ნაკრებზეა. ქართულ ფეხბურთელებს სტადიონზე ის 150 გულშემატკივარის დაეხმარება, რომლებიც გუნდის მხარდასაჭერად ჩავიდნენ ხორვატიაში. დღეს საქართველოს ნაკრებს რთული თამაში ელოდება. ხორვატები თბილისში წაგებული მატჩის შემდეგ რევანშის აღებას შეეცდებიან. რა ხდება შეხვედრის დაწყებამდე 1 საათი ადრე და რა განწყობით გადის ქეცფეიას გუნდი მოედანზე, ამის შესახებ ჯემალ ფარცახაშვილი სპლიტიდან. შეხვედრის დაწყებამდე საკმაოდ მცირე დროა დარჩენილი. სპლიტში ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ მატჩმა საკმაოდ უმაღლეს დონეზე ჩაიაროს. ორივე გუნდი საბრძოლო შემადგენლობით არის. ორივე გუნდისთვის მომავალ შეხვედრას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ხორვატიის ეროვნული ნაკრები გამარჯვების შემთხვევაში პრაქტიკულად გაინაღდებს ევრო 2012-ზე თამაშის უფლებას. ჩვენი ინფორმაციით მატჩზე დასასწრები უკლებლივ ყველა ბილეთი გაყიდულია. აქტიურობს ხორვატი გულშემატკივარის. ბალკანელები დარწმუნებულები არიან, რომ დღეს ბილისის გუნდი დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. ბოსნიიდან ჩამოვიდი, რათა ხორვატიას უგულშემატკივრო. ძალიან რთული თამაში იქნება. თბილისში ხორვატიის ნაკრებს საკმაოდ გაუჭირდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ჩვენ სათანადო რევანშს ავიღებ. მინიმუმ 2 ბურთით მოვიგებ. ხორვატია მოიგებს მჯერა ჩვენი გუნდის. ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან სპლიტში დაახლოებით 150 ქართველი გულშემატკივარი ჩამოვიდა. ისინი სტადიონის B სექტორში განთავსდებიან და მთელი 90 წუთის მანძილზე ერთად უკომაგებენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. ჩვენ ჩამოვიდით გერმანიიდან, რამოდენიმე ქალაქიდან შევიკრიბეთ ერთად, ძალიან დიდი განწყობით. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დღეს როგორც ჩვენ თავს არ დავიზოგავთ, ისე ჩვენი ქართველი ფეხბურთელები თავს არ დაიზოგავენ და ჩვენს იმედს შეასრულებენ და წარმატებას მივაღწევთ. ჩემი აზრით რთული თამაში გვექნება, როგორც ასეთი ჩვენთვის ფავორიტი საქართველოა, ჩვენი გუნდია, მაგრამ ძირითადად საერთო შეფასებით ფავორიტად მაინც ითვლება ხორვატიის გუნდი, მაგრამ ჩვენი საბრძოლო განწყობით უნდა მოვიგოთ რა, ჩვენი ქვეყნისთვის უნდა მოვიგოთ, ჩვენი ქართული ფეხბურთისთვის უნდა მოვიგოთ, უნდა იყოს ბრძოლა ბოლომდე და გაუმარჯოს ჩვენ ქართულ გუნდს, გაუმარჯოს თითოეულ ფეხბურთელს, გაუმარჯოს თითოეულ გვაქვს თემურ ქეცბაიასი. საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას პრესკონფერენციამ. ხორვატმა ჟურნალისტებმა ქართველ მწვრთნელს უამრავი შეკითხვა დაუსვეს. ერთ-ერთმა მათგანმა ქეცბაიას კითხა თუ რაში მდგომარეობს მისი წარმატების საიდუმლო, რაზეც ქართველმა მწვრთნელმა უპასუხა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მთელი 90 წუთის მანძილზე მოედნის ყოველი მონაკვეთისთვის იბრძვის. ქეცბაიამ აღნიშნა, რომ დღეს ქართულ გუნდს საკმაოდ მძიმე მატჩი ელის, თუმცა ხორვატებთან ბრძოლა რომ შესაძლებელია ის თბილისში გამოჩნდა, როდესაც ქართულმა გუნდმა მოწინააღმდეგე მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა. არავით არის სურპრიზი ფეხბურთში არ არსებობს. იმათაც აკლიათ, მაგრამ ჩვენს გვაკლია ფეხბურთელები, ამიტომ ეს არც იმათთვის ადვილი იქნება და არც ჩვენთვის იქნება ადვილი. ამიტომ მე ვთქვი ახლა, შეიძლება აკლიათ, მაგრამ ვინც გამოვა და ითამაშებს, ის უფრო მეც მოინდომებს და რო აჩვენოს, რომ ის ღირსია რომ ითამაშს. ამიტომ ძნელი თამაში იქნება ჩვენთვის. დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენა და იმედი მაქვს, რომ ქართველი ფეხბურთელები წარმატებას მიაღწევენ.